სახელმწიფოს უნდა გამოეცა ოფიციალური, როგორც იყო 2010 წლის 359 დადგენილება, უნდა გამოეცა დოკუმენტი ქართულ ენაზე, იურიდიული დოკუმენტის სახით GMP სტანდარტი რას ნიშნავს და როგორ უნდა გადასულიყვნენ. ეს დოკუმენტი დღემდე არ არსებობს და სავარაუდოდ არც გამოიცემა, რადგან ის ინგლისურ ენაზე არსებული საიტი, ის ბმული არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია და რეკომენდაცია არ ნიშნავს სავალდებულობას. აქ შეგიძლია ლავირება, შეგიძლია როგორც გინდა ისე გამოიყენო და პასუხს ვერ მოგთხოვენ. თუმცა ზუსტად ამ თარგმანს იყენებენ იმისთვის, რომ გადავიდნენ წარმოებები ასეთ სტანდარტებზე. მაგრამ ყველაზე კურიოზი არის ის, რომ საქართველოს კი ბატონო ხელი აქვს მოწერილი აი ამ საერთაშორისო სტანდარტზე გადასასვლელად, თუმცა არ არსებობს თარიღი, როდის უნდა გადავიდეს. ანუ ის რომ ვალდებულია საქართველოს მაინც 2023 წელს გადავიდეს ან 2024 წელს, ასეთი ვალდებულება არ გააჩნია. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია გადაიტანოს კიდევ თუნდაც 2 წლით, ისევე როგორც ეს გააკეთეს ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც გააქვთ სხვა ქვეყნებში, მათ გადაუვადეს 2025 წლამდე, ხოლო ვისაც ექსპორტი არ აქვს, მათ არ გადაუდვადეს. არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს. ჩვენ შევხვდით რამოდენიმე დაახლოებით 2 კვირის უკან სააგენტოს ახალ ხელმძღვანელობას ლიკა ჭუმბურიძეს და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯები სააგენტოს მხრიდან, როდესაც უკვე ღია გახდა მოქალაქეებისთვის. მანამდე გვიწევდა 1000 ვინმე შეწუხება, რომ როგორმე ტელეფონზე ვინმეს პასუხი გაეცა, შეხვედრაზე საუბარი არა. ეს არის ისეთი სისტემა, რომ სააგენტოს უბრალოდ რიგი თანამშრომელთან რომ ჭირდა დაკავშირება, თუ არ გამოძებნიდი ძალიან ახლობლად. ისე დახურეს ეს დარგი, არც ერთი მინისტრი არ შეხვდა. არც ერთი მინისტრი არ შეხვდა. მოვითხოვდით ყველანაირად ისეც, ასეც ყველანაირად შეთვლებით, წერილებით, ოფიციალური წერილებით, რომ დარგი იხურება, რა დღეში ვართ, ხალხთან შეცდომები არ დაუშვათ, არ დავკეტოთ, არ დავღუპოთ. არც ერთი მინისტრი არ და ეხლა ვთხოვეთ ქალბატონ ლიკაში ჩვენ რომ ძალიან გთხოვთ, ეს მინისტრი მაინც ახალდანიშნულია და ეს მაინც შეგვახვედრეთ უბრალოდ, რომ ჩვენი გასაჭირი უთხრათ რა. აი მე გაკვირვებული ვარ, რომ როგორ შეიძლება მინისტრმა წარსულ მინისტრებზე ვლაპარაკობთ, რამდენი გამოიცვალა, რომ დარგი დაკეტოს თავიდან ბოლომდე და არც ერთ, ესე იგი, სათითაოდ ჩუმჩუმად იბარებდნენ კომპანიებს სათითაოდ, რომ ერთობა რო არ ყოფილიყო და ჩვენ მეუბნებით, გაერთიანებული სხდომაზე რატო არ მობრძანდები, რატო არ ხვდებით? აი, ეხლა სათითაოდ რო შენ იბარებ, აქ ხო რაღაცა ცოტა ეშმაკობაც არის, რომ ვითომ იქ ერთობლივად რაღაც პროტესტი არ გაგვეცხადებინა, ეს იყო ჩადებული. განაარხვდებოდნენ შერჩევით სათითაოდ უმცირესობას.